თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს, სადაც დაკავებულების აღკვეთის ღონისძიება განიხილება. მათ ბრალდებად სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა. ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. მაკა ლაშხია გვიერთდება პირდაპირ ეთერში. მაკა, რა ეტაპზეა ახლა სასამართლო პროცესი? ლაშა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა იმსჯელა თორნიკე მჭედლიშვილის, აბო ნავერნიანის, დავით სტურუასა და ევა შაშიარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე და 4-ვე მათგანი მარიდაშვილმა პატიმრობაში დატოვა. მანამდე კი ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე იმ მოტივით, რომ მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა განიხილა გუშინ ამავე მუხლით დაკავებული აქციის ორგანიზატორების საქმე. შესაბამისად, ისინი ითხოვდნენ, რომ მოსამართლეს არ განეხილა დღევანდელი პროცესი, რაზეც მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მან აცილების საფუძვლები ვერ დაინახა. რაც შეეხება პროცესზე განვითარებულ მოვლენებს, დღეს პროკურატურა ითხოვდა აღკვეთის უმაღლესი ზომის პატიმრობის შეფარდებას, ადვოკატები კი მათ გათავისუფლებას 6,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ. ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ისარგებლა დესხდომათა დარბაზში სიტყვის უფლებით. თორნიკე მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ ის აქციაზე იმყოფებოდა იმისთვის, რომ ადამიანებს დახმარებოდა და არანაირი ძალადობა მისი მოწოდება არ იყო, რაზეც პროკურორმა სხდომაზევე უპასუხა, რომ კადრებში არსებობს ვიდეო მტკიცებულება, სადაც თორნიკე მჭედლიშვილი დიდ საგანს იქნევს სამართალდამცავების მისამართი და ის უმოწყალოდ ურტყავდა ამ საგანს ადამიანებს, რაზეც ადვოკატმა განმარტა, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია და შესაბამისად უკვე არსებით განხილვაზე გაირკვევა მეტი დეტალი ამასთან დაკავშირებით. დღეს თორნიკე მჭედლიშვილმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საგამოძიებო უწყებაში დაკავების შემდეგ მის მიმართ განხორციელდა სიტყვიერი მუქარა. პროკურორმა განმარტა, რომ ეს პირველად მოისმინა მან სხდომაზე და აქამდე თორნიკე მჭედლიშვილს ამაზე არ უსაუბრია და შესაბამისად პროკურატურა ამ ფაქტით დაინტერესდება. რაც შეეხება პროკურატურის ბრალდებას, მათი განმარტებით აღნიშნულმა პირებმა, რომელიც დაკავებული იქნენ რუსთაველის გამზირზე აქციაში მონაწილეობდნენ, აღნიშნულმა პირებმა ლიდერების მოწოდების შემდეგ რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლეს ათუნელის რეზიდენციისკენ და უკვე იქ განახორციელეს ძალადობრივი ქმედებები, მოარღვიეს ჯებირები, ასევე დააზიანეს ინფრასტრუქტურა, რომელიც იყო კერძო პირის საკუთრება, ასევე სახელმწიფო ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ბრალი, რომელიც მათ ედება, ითვალისწინებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და ასევე სტრატეგიული ობიექტის დაკავებას. მხოლოდ და მხოლოდ ის კადრები აქვს პროკურატურას ამოჭრილი, რაც ასე ვთქვათ, ბრალდების ბჭყალებში დასასაბუთებლად სჭირდება. თუმცა შეგახსენებთ, რომ პროკურატურა არის ის ორგანო, განსხვავებით დაცვის მხარისგან, რომელიც ვალდებულია მოიპოვოს როგორც გამამართლებელი, ასევე გამამტყუნებელი მტკიცებულებები. დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს იმას, რომ პროკურატურამ ბოროტად უნდა ისარგებლოს და წაუყენოს ბრალი იმ ბჭყალებში შეთითქმის არ მოვერიდებიან სიტყვას მტკიცებულებებით, რაც აქვს წარმოდგენილი. იმიტომ რომ იქ სხვადასხვა გარემოება იყო, სხვადასხვა ვითარება იყო. შესაბამისად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად თუ ვიმსჯელებთ, ამა თუ იმ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, გამოვიტანთ არასწორ დასკვნებს. აქედან გამომდინარე, მომავალში ვნახავთ. ხან მეორე სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს არაერთი მტკიცებულება, როგორიც გახლავთ მაგალითისთვის ის კადრები, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველამ ერთად ვიხილეთ საჯაროდ, მათ შორის თქვენი ტელეეთერებიდან თუ როგორ აზიანებდნენ ბრალდებულები და ახდნენ და ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლის, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტია, მისი ბლოკირების მცდელობას, აგრეთვე კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ძალადობდნენ ბრალდებულები სხვადასხვა პირებზე, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებზე. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდე 4 პირის პროცესი იწყება, რომელსაც იგივე მუხლებით ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის დაკავებას. მე შეგახსენებთ, რომ ბრალი, რითაც მათ ედავებიან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 7 საათზე კი კიდევ 5 პირის პროცესია ჩანიშნული. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ შემთხვევაში, ეს უკვე პროცესების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მადლობა. თბილისის საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში მაკა ლაშხია საუბრობდა.